იმ მიდგომით, რაც ჩვენ მოვისმინეთ და რაც გაცხადდა, მივიღებთ უკუეფებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, აი ეს იგივე ეს ამბარას რომ მაგრად დააჭირო ხელი შეკუმშო. აი თუ არა გვერდიდან ჩამკეტის ზამთრად გასხდება და უფრო მეტი ძალით, ასე ვთქვათ, დარწმუნებას იგივე პრინციპი მოქმედებს აქაც რა. ამ მიდგომით, ხო? ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც გაცხადებულია. ნარკოტიკების მეხმარება ამ მიდგომით მარტო კანონის გამკაცრებით არ შემცირდება. პირიქით. ამ ბრიფინგზე რასაც მეუსმინე, აქცენტი იკეთდებოდა რომ ნარკორეალიზატორებთან და გასაღებასთან ბრძოლაზე, რომ უფრო გამკაცრდება გასაღებასთან ბრძოლა. ახლა ვინც ეს მესიჯები არის გათვლილი იმ, ასე ვთქვათ, საზოგადოების იმ ნაწილზე, ვინც არ არის ჩახედული თემაში ელემენტარულად არიციან, როგორ ისჯება კანონი არიციან და რა კანონებით ისჯება ახლანდელ თუნდაც ეხლა ნარკორეალიზატორები და ნარკოტიკების გამსაღები. ამაზე მეტი რაღა უნდა გაამკაცრო. უვადო პატიმრობა დღესაც არის. აი თუნდაც ის რო ითქვა, რომ ვითომ მცირე რაოდენობით ვინც გაყიდის ის ისევე დაიჯება, ვინც ესეც უკვე ესე არის. ადამიანი თუ ყიდის არა აქვს მნიშვნელობა. თუ კი ადამიანი ყიდის ნარკოტიკს, ნარკობიზნესში არის ჩამბული, არა აქვს მნიშვნელობა. ეს ცოტას გაყიდის, ბევრს გაყიდის, ის იჯება უვადო პატიმრობამდე და იჯება საკმაოდ მაღალი 20-25 წელი და არის ასე რომ ამ მიმართულებით არაფერი არ გამკაცრებულა. ეს ესე ვთქვათ იყო პოპულისტური განცხადება, ვიდრე რეალური განცხადება. ამის გარდა ამ განცხადებას, ამ ბრიფინგს არ მოყოლია თუ რა მოხდება პრევენციის კუთხით, რა ბედიელით იმ ადამიანებს, ვინც უკვე დამოკიდებული არის, ვთქვათ, ვინც მოიხმარს ნარკოტიკს, დამოკიდებულები არის, როგორ მოხდება გაყოფა ამ ნარკორეალიზატორების და მომხმარებლების შორის ეს მიჯნის გავლება, ვთქვათ, რა ბედიელით საერთოდ მომხმარებლებს როგორც განაცხადნენ, მომხმარებლებსაც გამკაცრდება ისე მიდგომა, ანუ ჯოხი ისევ გადაწყდება მომხმარებლებზე. რა მოუვათ იმ ადამიანებს, ვინც ვთქვათ, სამკურნალო პროგრამებში არიან ამჟამად ჩართული, ვთქვათ, იგივე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში ვინც არიან ჩართული და მკურნალობენ 15,000-მდე ადამიანზე აქვს საუბარი. აი რა ბედიაცევათ რა კატეგორიაში გაუშვებენ ამ ადამიანებს, შეეხება თუ არა ეს აკრძალვები იგივე ამ ადამიანებს, ეს ყველაფერი რაც ავტომატურად მოყვება ნარკოტიკების, ასე ვთქვათ, ამ გამკაცრებას, მოხმარების გამკაცრებას საუბარი. მოგეთ ძალიან ბევრი კითხვები არის და რაზეც პასუხი არც გაჟღერებულა და არც საერთოდ არ შეხებიან ამ თემას. ერთადერთი რაც გაჟღერდა იყო მარტო რომ მოხდება გამკაცრება. თუ კი მოხდება ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, ცალსახად დასჯაზე ორიენტირება, საზოგადოებაზე აისახება, რა თქმა უნდა, ის რომ მოიმატებს ვირუსების გავრცელება, რა თქმა უნდა, საზოგადოებაზე აისახება, მოიმატებს კრიმინალი საზოგადოებაზე აისახება, მოიმატებს სედოზირება და სიკვდილიანობა საზოგადოებაზე და ოჯახებზე აისახება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებზე, ახალგაზრდა ბავშვებზე მაგის საუბარი. ბავშვებზე, რომელსაც ვერ წარმოუდგენიათ აი კლუბებში დადიან გართობის მიზნით და მათი აზრით გართობის მიზნით ღებულობენ რაღაცა ექსტაზია თუ მარიხუანა თუ რაც არის მოკლედ. თუმცა ძალიან ბევრი მაგალითი გქონდა იმისი, რომ იმის გამო რომ ბაზარი გაჯერებული არის უცნობი და ტოქსიკური ნივთიერებებით ადამიანებად შენ შემთხვევაში და მით უმეტეს ახალგაზრდებმა არც იციან რას ყიდულობენ დარკნეტებით და ონლაინ ყიდვით შეიძლება სულ სხვა ნივთიერებას ყიდულობდნენ და მათი აზრით სულ სხვა ნივთიერება დახვდეთ, ასე ვთქვათ, იმ ადგილზე და იმის მაგივრად რომ ვთქვათ კლუბში გაერთონ, მიიღონ აი ვთქვათ ფენტალინი ან ამ სხვა რამნაირი ნივთიერება და იყო ამნაირი ბევრი ფაქტორი, როდესაც ერთ დღეში 6 ახალგაზრდა ადამიანი 6 ბავშვი პედაგოგი გარდაიცვალა ერთ დღეში კლუბიდან გამოსული, იმიტომ რომ სულ სხვა ნივთიერება შეიძინენ და აი ეს მოხდება ამ შემთხვევაში და ანუ ბაზარი გაჯერდება კიდევ და კიდევ უფრო ტოქსიკური ნარკოტიკებით, მომწავლავი ნარკოტიკებით, ახალი ნარკოტიკებით და რა ვიცი, ყველას ოჯახს, ყველას აკავს ოჯახში ახალგაზრდა ყველას და იმ ადამიანებსაც, ვინც ამ კანონს ღებულობენ, ამ კანონს დაშოქრავენ. კარგად დაფიქრდნენ რა, ეს მინდა ვთქვათ, მაგრამ მათ ოჯახში არიან ბავშვები და შეიძლება ხვალ მათ ოჯახებს მიუკაკუნოს აი იმ შედეგმა, რაც შეიძლება დადგეს ამ
რაც შეიძლება მოყვეს და რაც შეიძლება დადგეს ამნაირი უაზრო გამკაცრებების და არასწორი ნარკოპოლიტიკის გატარების შედეგად. თუმცა არის აუცილებელი პრევენცია, განათლება ამ ადამიანებისთვის, ვის მომხმარებელი არის რეაბილიტაციის კურნალობის პროგრამების გაფართოება, ჩანაცვლებითი თერაპიის დემონიზება და გაშევება კი არა, პირიქით, კიდევ უფრო გაფართოება და მეტი ხალხის მოცილება ქუჩის ნარკოტიკზე და ჩართვა ამ პროგრამებში. და ახლა თუ კი იგივე ამ პროგრამებში შეეხოს აკრძალვები, რასაც ანონსებენ, ყველანაირი აკრძალვები და სასიცოცხლო საშუალება მოусმენ, თავისთავად აღარავინ აღარწავა ამ პროგრამებში, პირიქით ატოვებენ პროგრამებს და ისევე ქუჩებში გამოვლიან და მოკლედ მივიღებთ ძალიან უკუ შედეგს, ანუ რასაც ველით იმას კი არა, ძალიან სულ უკუ შედეგს მივიღებთ ამნაირი ცალსახა გამკაცრებით და ამნაირი ცალსახა მიდგომით ნარკოპოლიტიკის მიმართ.